მოგესალმებით, მე ვარ თეიმურაზ ზორჯონიკიძე, ხელბურთის ნაკრების კაპიტანი. თამაშობ მაკედონიაში, კლუბ ოჰრიდში. ვარ მარცხენა ინსაიდი და დღეს შევეცდები ამ პოზიციის ფუნქციების ახსნას. ინსაიდი სასურველია, რომ იყოს მაღალი, სწრაფი, ხტებოდეს კარგად და ურტყავდეს ძლიერად. ძირითადი ინსაიდის ფუნქციები არის, რომ გაიტანოს რაც შეიძლება მეტი გოლი შორი მანძილიდან, თქვათ 9-დან ან 9-ის გარედან და ითამაშოს დაცვაში მეორე ან მესამე კაცად. ინსაიდს სასურველია, რომ ჰქონდეს ძლიერი მოძრავი ფეხები და ძლიერი დარტყმა. ახლა გაჩვენებთ თუ როგორ სრულდება ფინტი და დარტყმა. ფინტი სასურველია, რომ ცველის მარჯვენა მხრიდან დავიწყოთ, რაც ამ ცველი მოძრაობაში დავიჭიროთ. გადმოვდგათ მეორე, რაც შეიძლება გრძელი ნაბიჯი და მესამე ნაბიჯი უნდა მიდიოდეს უკვე კარებისკენ. ამის შემდეგ ნახტომი და ძლიერი დარტყმა. ეხლა ნახსენთ ინსაიდის ძირითადი ფინტი, ეხლა ახსნით სიტყვაზე დამხმარე ფინტს, რომელიც ასევე ხშირად იხმარება. სასურველია, რომ ისე ასევე მოძრაობაში მოატყო მცველი, ამ დროს უკვე მარცხნიდან იწყებ, მცველის მარცხნიდან ის ნაბიჯს გავს და ამ დროს უკვე მოძრაობაზე დაჭერილია და ძალიან მცველი თუ შეგეხება ამ მომენტში ან პენალი ან უწუთიანი აუცილებლად, ამიტომ ძირითად შემთხვევაში კუთხე ეხმარება და კუთხეც არიელია ან ერთიაზე შედიხარ და ბევრად მარტივ პოზიციიდან გაგაქვს გოლი. ეხლა აგიხსენით ინსაიდის ორი ძირითადი ფინტი და მას შემდეგ დარტყმა. Kiel